ტოპოტიპი მოგზაურობს. ზაფხულის მზიანი დღეა, თუმცა ტოპოტიპი ეზოში არ ჩანს. ნეტავ რა ხდება? თურმე მთელი მისი ოჯახი სახლშია და სამოგზაურო ბროშურების თვალიერებაშია გართული. გონი ეს მშვენიერია. ერთ-ერთ ბროშურას აჩვენებს დედა და მამაც მოწონების ნიშნად უქნევს თავს. მოდი აქ გავემგზავროთ. 2 კვირით დასვენება ყველას მოგვიხდება. ტოპოლინა სიხარულით წრიბინებს. ტოპოტიპს კი სულაც არ უხარია. მთელი 2 კვირა მეგობრების გარეშე? ეს ხომ წარმოუდგენელია. ჩემი სათამაშოების გარეშე არ სადაც არ წავალ. გუზღუნებს თაგუნა. რამდენიც გინდა იმდენი სათამაშო წაიღე. დედა ღიმილით უწვდის პატარა ჩემოდანს. თაგუნას მაშინვე თვალები უნაცდება და იატაკზე მიყრილ-მოყრილი სათამაშოების აკრეფას იწყებს. ჩემს მანქანებს, კუბებს, ბურთებს, ფანქრებს და არა, ყველაფერს წამოვიღებ. რაც კი ამ ჩემოდანში ჩაგეტევა, ყველაფერი წამოიღეთი. ისევ ეღიმება დედას. ტოპოტიპის ციცქნა ჩემოდანში. ცხადია, ყველაფერი არ ეტევა, მაგრამ რამდენიმე ყველაზე საყვარელი სათამაშო მაინც ხვდება. თაგუნას უკვე 1 სული აქვს, როდის გაემგზავრებიან. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი მზადაა. მამა ჩანთებსა და ჩემოდნებს მანქანაში ალაგებს. აუ, რამდენი ნივთია? უკვირს ტოპოტიპს. ჩემი ჩემოდნისთვის ადგილი ხომ დარჩა? რა თქმა უნდა, ტიპ, ეღიმება მამას. ჰაბა მომაწოდე, მანქანაში ყველაფერი დაგვეტევა, თუმცა ტოპოლინას ეტლიც უნდა ჩავდოთ. ტოპოტიპი, მისი დაიკო და დათუჩა უკანა სავარძელზე სხდებიან. მშობლები კი წინ. ყველაფერი მზადაა. აი, ხოდებსაც შეიკრავენ და მამას შეუძლია მანქანა დაქოქოს. ტოპოტიპი ცოტა არ იყოს მოწყენილია. უკვე ისე ენატრება თავისი მეგობრები, რომ ლამის არ დადეგებზე წასვლა ისევ გადაიფიქროს. საბედნიეროდ მალევე ეძინება და მხოლოდ მანქანის მკვეთრ დამუხრუჭებაზე იღვიძებს. უკვე ჩამოვედით? ეკითხება დედას, მაგრამ დედა უარის ნიშნად თავს აქნევს. ჯერ არა, უბრალოდ საცობში მოვყვევით. ვერ ვიტან საცობებს! გუზღუნებს თაგუნა. უკვე მოვიწყინე. ცოტაც მოითმინე, მალე საწვავს ჩავასხამთ და ცოტას დავისვენებთ. ამხნევებს მამა. მართლაც, ცოტა ხანში მანქანას აჩერებენ. ყუდრო მდელო ზედგამოჭრილია პიკნიკისთვის. დედა კალათიდან გემრიელ ბუტერბროდებს ალაგებს, რაც მოშებულ ტოპოტიპს ძალიან ახარებს. დედიკო, საჭმელი გარეთ უფრო გემრიელი რატომა? ტიტინებს და მადიანად ჩაექცევა შინიდან წამოღებულ საგზელს. მერე მამასთან ერთად ფეხბურთსაც კი თამაშობს. ბოლოს ისევ წასვლის დრო დგება. დანიშნულების ადგილამდე ჯერ კიდევ შორია. როგორც იქნა, მანქანა ზღვისპირა კოტეჯთან ჩერდება. ტოპოტიპი, რომელიც უწუწუნებდა არ დადეგები მოსაწყენიაო, გახარებული ხტება მანქანიდან. მოვედით! არანაკლებ უხარია მამას. ახლა ბარგი უნდა ამოვალაგოთ. აუ, რამდენი საქმე გვაქვს? ისევ წუწუნებს თაგუნა. თუმცა დედა ღიმილით აწყვეტინებს. ტიპ, იქნებ შიგნით შეხვიდე და ჩვენი კოტეჯი დაათვალიერო. თაგუნას გამეორება აღარ სჭირდება. სიხარულით თვალებ გაბწყინებული სასწრაფოდ იღებს თავის ჩემოდანს და კარისკენ გარბის. თაგუნა ინტერესით ათვალიერებს კოტეჯს. სამზარეულოს, სააბაზანოს, მისაღებს და საძინებელ ოთახებს.
მერე კი მშობლებს ეკითხება, მე სად უნდა დავიძინო? რა თქმა უნდა საძინებელში, უხსნის მამა და თაგუნას 3 საწოლს უჩვენებს. განიერი საწოლი მშობლებისთვისა, უფრო ვიწრო ტოპოტიპისთვის. სულ პაწაწინაში ტოპოლინა დაიძინებს. რა კარგია, ყველანი ერთ ოთახში დავიძინებთ. უხარია ტიპს, გონიეს არ დაძეგები უკვე მომწონს. დამღლელი დღის ბოლოს ძილი ნამდვილად არაფერს ჯობია, მაგრამ ჯერ ხომ უნდა ივახშმონ. ყველანი რესტორანში მიდიან. მიმტან სწრაფად მოაქვს ბოსტნეული სურნელოვანი წვნიანი, რომელსაც წვრილად გახეხილი ყველი აქვს მოყრილი. ყველი წვნიანში? რა საშინელება, არ შევჭამ. ზღვის იბზუებს ტოპოტიპი. ეს რა სულელური არ დადეგებია? ჯერ ამ ხელა გზა გამოვიარეთ, ახლა კი საჭმელი არ უარგა. ჯერ იქნებ გაგესინჯა ტიპ, ურჩევს დედა. ტოპოტიპი ფრთხილად ხრებს ერთ კოუს წვნიანს. თურმე სულაც არ ყოფილა ცუდი. ნავახშმევს ყველანი კოტეჯში ბრუნდებიან და დაქანცულ თაგუნას მაშინვე ტკბილად ეძინება. სად ვართ? ბუტბუტებს მეორე დილას, რადგან ოთახში თითქმის არაფერი ეცნობა. არ დადეგებზე ტიპ, უღიმის დედა. საუზმის მომზადებაში ხომ არ დამეხმარები? კი ოღონ დათუჩასთან ერთად, ამბობს თაგუნა, მაგრამ სადაა დათუჩა? შენ ყოველთვის ტიპის გვერდით სძინავს, ახლა კი არ საჩანს. შეშფოთებული ტოპოტიპი მაშინვე ლოგინიდან ხტება, მაგრამ დათუჩას ვერ სადპოულობს. დათუჩა დამეკარგა, აღარ მინდა არ დადეგები, ჩემ სახლში მინდა. სლუკუნებს თვალცრემლიანი. უეცრად კარზე აკაკუნებენ. კარს დედა აღებს და ტიპს ეძახის. ტიპ, დაბლა ჩამოდი, ნახე რა მოგიტანეს. ტოპოტიპი სწრაფად იწმენს ცრემლებს და გულისფანს ქალით გარბის საძინებლიდან. კართან მომღიმარი ენოტი დგას. ეს დათუნი ავტოსადგომზე ვიპოვე. თქვენია? ჩემია, ჩემი დათუჩა, დიდი მადლობა. სახეგაბწყინებული ტოპოტიპი კართან მირბის და დათუჩას გულში იკრავს. დათუჩა, როგორ მომენატრე? მაპატიე რომ გარეთ დაგტოვე, ძალიან დაღლილი ვიყავი. რა კარგია რომ იპოვე მეგობარო. ტოპოტიპს ძალიან უნდა ენოთთან თამაში, მაგრამ ჯერ საუზმის დროა. თაგუნა კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ახალ მეგობარს და მამიკოს და დაიკოს გასაღვიძებლად საძინებლისკენ გარბის. საუზმე, რომელიც ზუსტად ისეთივეა, როგორიც შინაქვთ ხოლმე. ყველანი მადიანად შეექცევიან, დათუჩაც მათთანაა. ტოპოტიპს სულ უფრო მოსწონს არ დაძეგები და მშვენიერ გუნებაზე დგება. ჩქარა წავიდეთ პლაჟზე, ჩემი ახალი მეგობარი ალბათ უკვე მელოდება. ნასაუზმელს მოусმენ, რაც მუკავს ტოპოტიპი. იცი ტიპ, ჩვენ ნივთების პლაჟზე წასაღებად პატარა ურიკა ვიქირავე. მის ტარებაში ხომ მომეხმარები? სთავაზობს მამა. ტოპოტიპი სიხარულით ხტუნავს. ახლა უკვე იცის რომ არ დაძეგები ჩინებულია. მერე რა თუ ხანდახან დაიღლები და სახლიც მოგენატრება. სამაგიეროდ არ დადეგები მხიარულ თავგადასავლებს და ახალ მეგობრებს გვპირდება. წიგნს ახმოვანებდა ანასტასია აბუაშვილი. არ დაგავიწყდეს, გამოიწერეს პატარა ჟირაფის არხი.